გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ვიღებთ პირველ vlogs. მოკლედ ეგეთი ამბავია, მივდივართ საპატრიარქოში, ჩვენი პატრიარქის უწმენესისა უნეტარესის 40-თან დაკავშირებით, გვექნება გადაღება, ჩოხოსნებმა მთხოვეს დახმარება და თქვენთან ერთად გაჩვენებთ დღევანდელ დღეს როგორი ლამაზი და კარგი გამოვა. დღე რა თქმა უნდა დილით დაიწყო. ტექნიკური საკითხები მალევე შევაჯერეთ და გადავწყვიტეთ დრონით მოგონიშნა წერტილები. რთულია სამების საკათედრო ტაძარს ზემოდან უყურებდე და ეს სილამაზე ხალხს არ გაუზიარო. ასე რომ ეს ვიდეო თქვენ. ის დროშის დამუშავებამ ამზადებთ საქართველოს დროშას. მონახავს რომ მორჩით რა თქმა უნდა დრონით გადავამოწმეთ და ჯილდოთ გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო. მოკლედ კი ნახეთ უკვე კადრები, გავამზადეთ რაღაცეები, ბავშვების ნელ-ნელა იკვრებიან, რა გამოვა უკვე ფინალი, სულ მალე ნახავთ დრონის კადრს. მალე ბავშვების აურაცხელი არმია ყველა მხრიდან მოუახლოვდა ტაძარს. განასასწაული არ არის, რომ შენი ქვეყნის გარდაცვლილ პატრიარქს ისევ შეუძლია შეკრას და სიყვარულით გააერთიანოს ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, დრო არ დავკარგეთ და დავიწყეთ იმის შემოწმება, ხომ სწორად იყო ყველაფერი გათვლილი. დღეს ჩვენი უწმინდესის დღე არის. ჩვენ ცეკვის ანსამბლები მოვედით აქ, რომ უწმინდესის მიმართ გამოხატოთ დიდი სიყვარული და კიდევ ერთხელ აი ამ ქვეყნიდან ვაგზნობინოთ ის სიყვარული, ის ძალიან გვიყვარდა და დიდ მადლობას ვუხდით მას ყველა იმ ღვაწლისთვის, რაც მან ჩვენთვის ქართველი ერისთვის გააკეთა. დღევანდელი დღე ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში გამორჩეული დღეა. დედაფლ სამების ტაძარში ვარ და დღევანდელ აქტივობას უძღვნით პატრიარქის სულს, პატრიარქის 40-თან დაკავშირებით დღეს. ყველას ვუხდი მადლობას, ყველა ქორეოგრაფს, ვინც ამ აქტივობაშია ჩართული, მათაც ვინც დღეს ვერ მოახერხებს მოსვლას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ლიმიტირებული არის გამომდინარე დროშის კონტურიდან, გამომდინარე აქედან მხოლოდ და მხოლოდ 1500 ბავშვამდე მიიღებს მონაწილეობას. აქვე მინდა აი ამ შესაძლებლობებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას, მის ხელმძღვანელს ბატონ ზვიად ცეხნიაშვილს და მთლიან ჯგუფს. სულ ცოტა დრო რჩება და ყველაფერს განახებთ ზევიდან. თუ როგორი ლამაზი გამოვა დღევანდელი დღე. როგორ ლამაზად შეასრულებენ ბავშვები თავიანთ საქმეს. ეს ყველაფერი ნახოთ ციდან. გვიყვარხარ პატრიარქო. წარმოთქვამ ამ სიტყვებს და გრძნობ როგორი სითბოთი და სიხარულით ივსები. დღეს ისტორიული დღეა, აი 1000 ბავშვი მობრძანდა, რომ თავიანთი საყვარელი პატრიარქისთვის გააკეთონ ესეთი ღონისძიება, პატრიარქო გვიყვარხარ და საქართველოს დროშა გამოხატონ. ამით ისინი უბრუნებენ ჩვენს ძვირფას სულიერ მამას იმ დიდ სიყვარულს, რომელიც მან დათესა მათში მცირედით მაინც. ეს სიყვარული არასოდეს მოიშლება, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ჩაიხუტა და უფალთან არის და იქიდან დაგლოცავს ისე რომ საქართველოს გამთლიანდეს და გაბრწყინდეს და ეს ბავშვებიც კარგად იყო. ჰერალდიკის საბჭოს მიერ გავრცელებული ცნობით 5-ჯვრიანი დროშა დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ასევე მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი მოსაზრება. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით, რომელსაც ჰერალდიკის საბჭოს ცნობაში წხვდებით, დროშა იესო ქრისტეს და 4 მახარობელს განასახიერებს. რაც შეეხება ფერებს, თეთრი სიწმინდისა და სიბრძნის, წითელი კი შეუპოვრობის, სამართლიანობის და სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. ხარ დაიღალე? კი, ცხელა. აუ, მაგრამ ცრო ლამაზ გამოდის. დიახ, მაგლი დრონით კი. ბევრ შრომას მოაქცევდა მას. რომელი იყავით? მასმე. ვიყვარხარ პატრიარქო. სიგინეც. კარგი გოგო ხარ, ციგარი. ჩარტი. ძალიან მაგარია. როგორი შთამბეჭდავია ეს პატარა პრინცესა, რომელიც თაკარა მზეზე დგას და მაინც იძახის გულიდან წამოსულ სიტყვებს. ვიყვარხარ პატრიარქო. მას რა თქმა უნდა ჩვენ შევუერთდით. ვიყვარხარ პატრიარქო! შენ ახარ
დიდი სიყვარულის წინაპირო. ტევანი რაით საბარციმედ უნდა დაწურო. ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ტაძარში, სადაც პატრიარქისთვის მიძღვნილი პანაშვიდი აღევლინებოდა. ეს ასევე გადავიხდით ანაშვიდს და ჩვენი უწესრიგობის სულის საუბარ. გარდა ამისა ეკუთვნება ხილი და დაუდიდიდა შემდეგ ბავშვებს აი პატრიარქის ნაცვლებს როგორც საჩუქარი პროცესი. ასეთ სიყვარულის ნიშნა პატრიარქის სიყვარულის ზეთურ პატრიარქი თვითონ ვირიგებდა და ყველას ვირიგებდა ასეთ ბავშვებს წირვის შემდეგ საჩუქრებს და აი დღესაც თითქოს პატრიარქი ისევ დაურიგებს თავიანთ სიყვარულ პატარებს ამ საჩუქრებს და ამ ხილის საკითხს. ძალიან სასიამოვნოა, როცა კმაყოფილი ხარ დღით, ავსებული ენერგიით და იმედია ეს ყველაფერი კარგად და კაფეოდ გადმოგეცით და თქვენს სიამოვნით. დაგემშვიდობებით ყველას. და გავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი.